ტალღა რუგშას უკან სწევს და პლატფორმის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეს ახახუნებს. როცა ტალღა ძლიერდება, ცხვირზე მდებარე ვერტმფრენის ბაქანი გაზის ამწევ მილებს ეჯახება და მილსადენს აზიანებს. ჰაერში შიშინი ხმა ისმის, როცა გაზი მუმბაი ჰაი ჩრდილოეთის პლატფორმაზე იღურება. კამბაის ურეში, არაბეთის ზღვაში, მუმბაის დასავლეთ სანაპიროდან 166 კილომეტრში მდებარეობს ინდოეთის უდიდესი ნავთობის საბადო, მუმბაი ჰაის საბადო. ადრე ცნობილი როგორც ბომბეი ჰაის საბადო, ეს ოფშორული ნავთობის საბადო დაახლოებით 115,000 კვადრატულ კილომეტრ ფართობს მოიცავს, საშუალო სიღრმით დაახლოებით 75 მეტრი. 1965 წელს რუსული და ინდური სეისმური კვლევის ერთობლივი ჯგუფის მიერ აღმოჩენილი მუმბაი ჰაის საბადოს ნავთობის საერთო მარაგი დაახლოებით 1659 მილიონ ტონას შეადგენდა. საბადოს მართავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კორპორაცია, ხოლო წარმოებული ნავთობი და გაზი მილსადენით გადაჰყავთ დამუშავების ქარხანაში ურუნში, მუმბაიში. 2005 წლის 26 ივლისს მუმბაიში ძლიერი გადაუღებელი წვიმები მოვიდა, რამაც ქალაქის მრავალ რაიონში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. მათ შორის ჯუჰუს ჰელი ბაზა, რომელიც წარმოადგენს პავან ჰანსის ოპერაციულ ბაზას, ეს არის ვერტმფრენების სერვისი, რომელიც მუმბაი ჰაის საბადოს ოფშორულ პლატფორმებს ემსახურება. მუმბაი ჰაის საბადო ჩრდილოეთ და სამხრეთ ბლოკებადაა დაყოფილი. მუმბაი ჰაი ჩრდილოეთად და მუმბაი ჰაი სამხრეთად. ნაპირიდან 100 კილომეტრში მდებარეობს ფილდის ჩრდილოეთ ბლოკი, სადაც წარმოების კომპლექსი 4 ოფშორული პლატფორმისგან შედგება, რომლებიც ხიდებით არის დაკავშირებული. ამ პლატფორმებზე არის ჭაბურღილის თავაკის დამუშავების პლატფორმა, რომელიც 1976 წელს აშენდა, როგორც ინდოეთის პირველი ოფშორული ჭაბურღილი. საცხოვრებელი პლატფორმა კი 1978 წელს დაემატა. მუმბაი ჰაი, ჩრდილოეთის საწარმოო პლატფორმა. 1981 წელს აშენდა, ხოლო გაზის შეკუმშვისა და წყლის ინექციის პროცესის პლატფორმა მოგვიანებით დაემატა. სულ 227 ადამიანი მუშაობს კომპლექსში არსებულ 4 სტრუქტურაზე. მუმბაი ჰაი ნორთის საწარმოო პლატფორმა 8 ფეხა ფოლადის კარკასია, ანუ 8 ფეხა მილისებრი სივრცული ჩარჩო სტრუქტურა, რომელსაც 3 ზედა გემბანი აქვს. შვიდსართულიანი ფოლადის პლატფორმა დღეში 80,000 ბარელ ნავთობს აწარმოებს. ის ასევე ამუშავებს გაზს, რომელიც გამოიყენება გაზლიფტინგის ოპერაციაში ნავთობის მოპოვებისას. გაზლიფტინგ არის მოპოვების მეთოდი, როდესაც გაზს ჭაში უშვებენ, რათა ნავთობი ზედაპირზე ამოიტანონ. ეს ამცირებს ნავთობის სიმკვრივეს და საშუალებას აძლევს მას ზედაპირზე ამოიწიოს იმ ადგილებში, სადაც ჭაში ბუნებრივი წნევა საკმარისი არ არის, რომ ნავთობი თვითონ ამოვიდეს. პლატფორმაზე განთავსებულია 10 სითხის შემომყვანი რაიზერი ნავთობის ამოსაღებად და 5 გაზის გამდანი რაიზერი გაზის ჭაში შესაყვანად, რომელთა დიამეტრი 30-დან 40 სანტიმეტრამდე მერყეობს და ისინი ფოლადის კონსტრუქციის გარეთაა განთავსებული. რაიზერები არის მილები, რომლებიც ჭიდან პლატფორმამდე ადის ან ჩამოდის. ნავთობი ექსპორტზე გადის სანაპირო ობიექტებში წყალქვეშა მილსადენების საშუალებით. 27 ივლისს მუმბაი ჰაი ნორთზე ამინდის პირობები მუსონების სეზონზე არეულ-დარეულია. 25 კვანძის სიჩქარის ძლიერი ქარები და 2 კვანძის დინებები ზღვას მღელვარეს ხდის. ტალღების სიმაღლე 4-დან 5 მეტრამდეა. ამინდის მიუხედავად სამუდრა სურაქშა, რომლის ბორცზეც 84 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 6 სატურაციული მღვინთავი, ასრულებს მღვინთავთა ოპერაციას იმავე უბანში, მაგრამ მოშორებით მუმბაი ჰაი ნორთის პლატფორმიდან. სამუდრა სურაქშა 100 მეტრიანი მრავალფუნქციური დამხმარე ხომალდია, რომელიც აღჭურვილია ჰელიბადით და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით. იგი ეკუთვნის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კორპორაციას, მაგრამ მას ინდოეთის საზღვაო კომპანია მართავს. სურაქშა არის დინამიკურად პოზიციონირებადი მეორე კლასის ხომალდი, რომელსაც აქვს ერთი მთავარი პროპელერი, 2 აზიმუტური თრასტერი კიჩოზე და 2 გვირაბული თრასტერი ცხვირზე. დინამიკური პოზიციონირების სისტემა მართავს თრასტერებს კომპიუტერული კონტროლით, რათა დააკომპენსიროს ქარისა და დალღების მოქმედება და ავტომატურად რეაგირებს სატელიტური GPS სიგნალებზე. კოორდინაციაში ზღვის ფსკერზე და პლატფორმებზე განთავსებულ აკუსტიკურ შუქურებთან. საჭიროების შემთხვევაში სისტემა შეიძლება გადაირთვას და იმართოს ხელით. თითოეული თრასტერის მართვა ხდება ბერკეტით. მას აქვს ინდივიდუალური გაზის, საჯისა და ბიძგის მართვის სისტემები. ასევე შესაძლებელია თრასტერების პირდაპირი მართვა ხილაგების გამოყენებით და ლევერის კონტროლის გვერდისავლით, რაც ცნობილია როგორც საგანგებო მართვა.
სურაქშას აქვს სატურაციული მღვინთავთა სისტემა, რომელიც მღვინთავებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ მაღალი წნევის გარემოში, რათა ისინი მღვინთავთა ზარით გაიგზავნონ, დაბრუნდნენ და დაისვენონ წნევის ცვლილების გარეშე. სატურაციულ სისტემაში ცხოვრებით მღვინთავები აყენებენ ხანგრძლივ დეკომპრესიას, რომელიც შეიძლება დღეები გაგრძელდეს, მათი 28 დღიანი ცვლის დასრულებამდე. Noble Charlie Yesterday, რომელზეც 73 ადამიანი იმყოფება, მდებარეობს ჭაბურღილის სათავე პლატფორმაზე და ასრულებს სხვადასხვა ჭაბურღილში და სამუშაოებს დამქირავებლის, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კორპორაციის სახელით. Noble Charlie Yesterday არის ჯეკაბის ტიპის საბურღი დანადგარი, რომელსაც შეუძლია ბურღოს 7620 მეტრამდე სიღრმეზე და შეუძლია იმუშაოს წყალში, რომლის სიღრმეც 81 მეტრს აღწევს. ჯეკაპი არის მობილური საზღვაო საბურღი დანადგარის ტიპი. ისინი თვითამაღლებადია 3 ან 4 მოძრავი ფეხით, რომლებიც შეიძლება გაიძიოს ან აწიოს ბურღვის პლატფორმის ზემოთ ან ქვემოთ. ეს საშუალებას აძლევს მათ გადაადგილდნენ ახალ ადგილას და შემდეგ მყარად განთავსდნენ ზღვის ფსკერზე, რათა ჩაატარონ ბურღვის ოპერაციები. ჯეკაპის პლატფორმაზე არის ადგილი ბურღვის აღჭურვილობისთვის, მარაგებისთვის და საცხოვრებელი ოთახებისთვის. Noble Charlie Yesterday მდებარეობს ჭაბურღილის სათავე პლატფორმაზე და ჩართულია ჭაბურღილის სარემონტო სამუშაოებში, რათა გამოასწოროს გარკვეული პრობლემები და სცადოს წარმოების გაუმჯობესება. 14:00 საათზე კაპიტანი სურეშ ჩანდი, სურაქშას კაპიტანი, მიიღებს შეტყობინებას, რომ მათმა მზარეულმა შემთხვევით მოიჭრა 2 თითის წვერი საკვების მომზადებისას. კაპიტანი ჩანდი აძლევს ბრძანებას მღვინთავების ზარისკენ დაბრუნებაზე და ზარის ხომალდზე ამოყვანაზე. სანამ მღვინთავებს ხომალდზე არსებულ სატურაციულ მღვინთავთა სისტემაში გადაიყვანენ, ეკიპაჟი დაჭრილი მზარეულის მდგომარეობას განიხილავს. კაპიტანი თვლის, რომ მზარეულს სამედიცინო ევაკუაცია სჭირდება ნაპირზე და ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კორპორაციის წარმომადგენელი ეთანხმება. ისინი მუმბაიში ჯუჰუს ვერტფრენის ბაზაზე პავან ჰანსს უკავშირდებიან, მაგრამ ეუბნებიან, რომ ვერტფრენები ცუდი ამინდის გამო გაჩერებულია. მაგრამ MI-A-72 პავან ჰანსის ვერტფრენი გაჩერებულია საწარმოო პლატფორმის ვერტფრენის ბაქანზე. 14:45 საათზე კაპიტანი ჩანდი სურაქშადან უკავშირდება საწარმოო პლატფორმის ოფშორული ობიექტის მენეჯერს და სთხოვს ვერტმფრენით გადაყვანას დაშავებული მზარეულისთვის. მაღალი ტალღებისა და 5 მეტრიანი ხელვის გამამო სურაქშაზე დაშვება დაშავებული მზარეულის ასაყვანად ძალიან სახიფათოა, ამიტომ მოთხოვნა უარყოფილია. კაპიტანი ჩანდი ითხოვს ნებართვას, რომ დაშავებული მზარეულის საწარმოო პლატფორმაზე გადაიყვანოს ადამიანების გადასაყვანი კალათით, რათა მან შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღოს. სურაქშას ეუბნებიან, რომ დაელოდოს, რადგან პლატფორმა დაკავებულია ოფშორული მომარაგების ხომალდით. სურაქშა რეკავს საცხოვრებელ პლატფორმაზე, რომ ექიმის დახმარება ითხოვს, მაგრამ ექიმი ადგილზე არ არის. შემდეგ სურაქშა ეკითხება ერთ-ერთ ჯეკაპს საბურღ დანადგარს, ABN5-ს. შესაძლებელია თუ არა დაშავებული მზარეულის მათთან გადაყვანა უკეთესი მოვლისთვის. ABN5 უარს ამბობს. ისინი ამბობენ, რომ ვერ შეძლებენ დაშავებული პირის ხამით დატოვებას. 15:30-ზე სურაქშა კვლავ ურეკავს საწარმოო პლატფორმას. კაპიტანი ჩან საუბარს აძარმოებს საწარმოო პლატფორმის ოფშორული ობიექტის მენეჯერთან, რომელიც საბოლოოდ თანხმდება სამხრეთის ამწით კალათით გადაყვანაზე. ეს უფრო რთული ოპერაცია, რადგან ის ქარის მხარეს, ანუ ქარის მიმართულებით მდებარეობს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ამწე სორუქშადან მზარეულს პლატფორმაზე კალათით აწევს, ამინდი სორუქშას ძლიერი ქარისა და აჭრილი ზღვის პირობებში დანადგარისკენ მიაწვება. პლატფორმის უკანა მხარეს მდებარე ქარისგან დაცული ლივარდის მხარის ამწე მწყობრიდან არის გამოსული მექანიკური პრობლემების გამო. ლივარდის მხარე უფრო ხელსაყრელი ვარიანტი იქნებოდა, რადგან სორუქშას პლატფორმისგან მოშორებით და არა მისკენ წაიწევდა. სორუქშა მიემართება საწარმოო პლატფორმის სამხრეთ მხარეს. გზად კაპიტანი ჩან ამჩნევს, რომ კომპიუტერით დამხმარე მარჯვენა აზიმუდური თრასტერი პრობლემებს განიცდის. თავარი ინჟინერი სთავაზობს დააყოვნონ მიახლოება, რათა მან შეძლოს გაუმართავი თრასტერის შეკეთება. მაგრამ მათ უკვე ბევრი დრო დაკარგეს დაშავებული მზარეულის სამედიცინო დახმარების ძიებაში, ამიტომ კაპიტანი გადაწყვეტს გააგრძელოს გზა. ისინი გადართავენ დინამიკური პოზიციონირების სისტემას ხელით მართვაზე, საგანგებო რეჟიმში ჯოისტიკის გამოყენებით. სარუქშა უკანა ნაწილით ნელა შედის. მისი ცხვირი მიმართულია 35 კვანძიანი ქარის, 3 კვანძიანი დინებისა და 5 მეტრიანი ტალღის წინააღმდეგ. 16:05 საათზე დაშავებული მზარეული წარმატებით გადააქვთ კალათით, საწარმოო პლატფორმაზე სამხრეთის ამწის გამოყენებით. როდესაც სორუქშა იწყებს მოშორებას, დიდი ტალღა ეჯახება ხომალდს და უკან უბიძგებს, პლატფორმის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან აწყდება.
როდესაც ცხვირი ტალღის ხმულიდან ამოდის, ჰელი პლატფორმა ეჯახება ექსპორტის გაზის ლიფტის რაიზერებს. ეს რაიზერები განთავსებულია ჯაკეტის გარეთ. მათზე დამონტაჟებულია დამცავი ბარიერები ზღვის დონიდან ოდნავ ზემოთ, რათა დაიცვას ისინი მცირე ზომის ოფშორული მომარაგების ხომალდებისგან. სორუქშა არის დიდი მრავალფუნქციური დამხმარე ხომალდი და როდესაც ის ეჯახება, არღვევს მილსადენს, რის შედეგადაც გაზი ჟონავს. პლატფორმაზე მყოფი ეკიპაჟი ისმენს ძლიერ შიშინს, როდესაც გაზი დაზიანებული რაიზერებიდან იფრქვევა. გადადის სორუქშას ჰელიდეკზე გადადის, ხიდს ეჯახება და ცეცხლდება, რის შედეგადაც ცეცხლის ბურთი სწრაფად მოიცავს სორუქშას. რეიზერებიდან ამოიფრქვევა ჭავლური ალი, როდესაც მაღალი წნევის გაზი ჟონავს და ცეცხლდება. ცეცხლი სწრაფად ვრცელდება მეზობელ რაიზერებზე, რომლებიც ერთმანეთთან ახლოსაა და არ აქვთ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა. ცეცხლის გაძლიერებასთან ერთად ხდება 3 თანმიმდევრული აფეთქება, რომლებიც ანგრევს საწარმოო პლატფორმას და შემდეგ გადადის საცხოვრებელ პლატფორმაზე. საგანგებო გამორთვის სარქველები აქტიურდება, მაგრამ ზოგიერთი დაზიანებული რაიზერი 12 კილომეტრამდე სიგრძისა და შეიცავს დიდი რაოდენობის გაზსა და ნავთობს, რომლებიც კვლავაც ჟონავს და ალი იფრქვევა დექის დონემდე. აფეთქებებმა სამხრეთის ამწე გაანადგურა და ოპერატორი მოკლეს. ხალხი სიცოცხლის გადასარჩენად გარბის. ზოგი კი ცეცხლში გახოვული პლატფორმიდან მძვინვარე ზღვაში ხდება. დაშავებული მზარეული ცეცხლისგან თავის დასაღწევად პლატფორმიდან ხდება. ინჟინერი სორუქშას ბორტზე კოლეგებთან ერთად ჩაის სვანს, როცა გრძნობენ შეჯახებას, ესმით აფეთქების ხმა და ხედავენ ცეცხლს. ისინი მაშინვე იღებენ სამაშველო ჟილეტებს, ჩადიან ბორტის კიბეზე, ხდებიან ზღვაში და რაც შეიძლება სწრაფად სურავენ მოშორებით დამწვარი გემისა და პლატფორმისგან. მათ არ აქვთ დრო სამაშველო ნავების გაშვებისათვის. კაპიტანი ჩანდი სორუქშას ხიდზე მართავს თავის დამწვარ გემს მოშორებით წარმოების პლატფორმისგან, რომელიც მთლიანად ცეცხლშია გახვეული. ავიაციის საწვავის აუზი ფეთქდება პლატფორმაზე. ზემოდან პლატფორმიდან ნამსხვრევები და საწვავი ცეცხლს ატყვის სორუქშას. რადიო ოპერატორი წარმოების პლატფორმაზე ისმენს აფეთქებების ხმას. ის გამოდის რადიო ოთახიდან, რათა გამოიკვლიოს სიტუაცია და ხედავს ცეცხლს პლატფორმის სამხრეთ მხარეს და სორუქშას. ის სწრაფად ბრუნდება თავის რადიოთან და აგზავნის საგანგებო ზარს ყველა სადგურზე დახმარების თხოვნით. როდესაც ცეცხლი მოიცავს საწარმოო პლატფორმას, ის ვრცელდება მინდებარე პლატფორმებზეც, აალებს დამუშავების, საცხოვრებელ და საბურღი-ჭაბურღილის პლატფორმებს. Noble Charlie Yeastery თვითამწევის საბურთი პლატფორმა მდებარეობს საწარმოო პლატფორმის სამხრეთ მხარეს, ჭაბურღილის თავზე, 300 მეტრის დაშორებით. მომდებარე პლატფორმაზე გაჩენილი ცეცხლის სიცხე იმდენად ძლიერია, რომ ეკიპაჟი იძულებულია დატოვოს პლატფორმა. ბურღზე მყოფი 73 ადამიანი ევაკუირდება, მაგრამ მხოლოდ 9 სამაშველო ნავი შეუძლიათ ჩაუშვონ. პლატფორმაზე 2 ადამიანი სიცხისგან იღუპება. ცეცხლი იმდენად ძლიერია და ასე სწრაფად ვრცელდება, რომ მუმბაი ნორთის კომპლექსში არსებული 8 სამაშველო ნავიდან მხოლოდ 2 და 10 სამაშველო ტივიდან მხოლოდ 1 ჩაეშვა წარმატებით. ვინც სამაშველო ნავებამდე ვერ მიდის, პირდაპირ ზღვაში ხდება. ზოგს სამაშველო ჟილეტი აცვია, მაგრამ სხვებს მისი პოვნის დრო არ აქვთ. 2 საათზე ნაკლებ დროში მუმბაი ჰაი ნორთის საწარმოო პლატფორმა ზღვაში ინგრევა. სორუქშას ელექტროენერგია ეთიშება და მთლიანად ძლიერ დინებებსა და დიდ ტალღებს მიჰყვება. გემი ჯერ კიდევ იწვის და ჩაძირვის სასაფხის წინაშეა. კაპიტანი ჩანი გემის მიტოვების ბრძანებას გასცემს. სორუქშას მარცხენა ბორტზე მდებარე ჰიპერბარიული სამაშველო ნავი ხანძარმა დააზიანა, რის გამოც სატურაციო მყვინთავებს გემის მიტოვება ვერ შეუძლიათ. 6 მყვინთავმა 60 მეტრიანი ჩაკვინთვა დაასრულა და დეკომპრესია ახლახან დაიწყეს. მათი კამერიდან გამოყვანა ალბათ მათ მოკლავს. სანამ ეკიპაჟი სორუქშას დატოვებს, მყვინთავთა ზედამხედველი კამერას 85 მეტრის სიღრმის წნევაზე ატენებს. ზღვის ფსკერის სიღრმე 82 მეტრია. ეს საგანგებო პროტოკოლი გულისხმობს კამერის წნევის იმაზე ოდნავ ღრმა სიღრმეზე დატენებას, ვიდრე ზღვის ფსკერია. თუ გემი მყვინთავებთან ერთად ჩაიძირება, ეს ხელს შეუშლის კამერის გახსნას და დატბორვას. ეთერში ისმის რადიოკომუნიკაცია, რეგიონში მოქმედ მომარაგებელ გემებს შორის. მუმბაი ჰაი ნორთის საწარმოო პლატფორმაზე აფეთქება მოხდა. მუმბაი ჰაი ნორთს საწარმოო პლატფორმა იწვის. ყველა გემი თავი შეიკავეთ მიახლოებისგან, გადარჩენილები მოძებნეთ. მუმბაი ჰაი ნორთის საწარმოო პლატფორმა ზღვაში ჩამოიშალა. ყველა გემი იმოქმედეთ მაქსიმალური სიფრთხილით. ასობით ადამიანი ცურავს სამაშველო ჟილეტებით. სუმატრას სორუქშაც იწვის. დაუძახეთ საზღვაო ძალების ვერტფრენებს, სანაპირო დაცვისა და ჰოსპიტალურ გემებს.
მიუხედავად ცუდი ხილვადობისა და რთული ამინდის პირობებისა, Mumbai High North-ის კომპლექსთან ახლოს მოქმედი 15 ოფშორული მომარაგების და მრავალფუნქციური დამხმარე გემი რეაგირებს საგანგებო სიტუაციაზე და იწყებს ადგილზე მისვლას. სამმა გემმა შეძლო 153 გადარჩენილი ადამიანის, მათ შორის დაჭრილი მზარეულის, გადარჩენა ავარიიდან 1 საათის განმავლობაში. სხვა გადარჩენილები, მაგალითად ინჟინერი სორუქშადან, რამდენიმე საათის შემდეგ აიყვანეს, როცა ისინი რთულ წყლებში წარმოების პლატფორმიდან 30 მილის აღმოსავლეთით მიჰყავდათ დინებას. კაპიტანი ჩანდი მძიმე დანთრობებით გადაარჩინეს. სორუქშას ბორტზე მღვინთავები ჯერ კიდევ დამწვარ ხომალდზე არიან გამომწყვდეულები. საათების გასვლასთან ერთად კამერაში CO2-ის დის დონე იზრდება, რაც მღვინთავებისთვის სუნთხვას ართულებს. არსებობს კიდევ 2 დეკომპრესიის კამერა. იმ კამერის გვერდით, სადაც მღვინთავები იმყოფებიან. სუფთა სასუნთქი აირის კამერაში შეშვების სასოწარკვეთილი მცდელობისას მღვინთავები ხსმიან სარქველებს დანარჩენი 2 კამერიდან, რაც მათ კამერაში ცოტა სუფთა აირს უშვებს, მაგრამ ამავდროულად ამცირებს ცნევას მათ კამერაში 54 მეტრის ეკვივალენტამდე. მღვინთავებმა იციან, რომ თუ ხომალდი ჩაიძირება და ზარი სვის ფსკერზე დაეშვება, ისინი სწორ ცნევაზე აღარ იქნებიან. სორუქშა ჯერ კიდევ იცვის. სუმატრა პრაფა მრავალფუნქციური დამხმარე ხომალდი, მის გვერდით მიდის და ცეცხლის ჩაქრობას თავის სახანძრო მონიტორებით ცდილობს. პრაფას ცეცხლის კონტროლქვეშ მოყვანას 10 საათი სჭირდება. პრაფადან სამაშველო ჯგუფი იგზავნება, რათა მღვინთავების მდგომარეობა შეამოწმოს. სამაშველო ჯგუფი ცნევის ლუკიდან სატურაციის კამერაში გადასცემს ნაერთს, რომელსაც სოდა სორბი ქვია, რათა ჰაერში არსებული CO2 და სხვა მჟავე კომპონენტები შეიწოვოს. შემდეგ კამერაში ჟანგბადისა და ჰელიუმის ახალი ნაზავი შეაქვთ. გემზე მოჰყავთ მღვინთავთა სამედიცინო სპეციალისტი, რომელიც მათ მეთვალყურეობას გაუწევს. ის დეკომპრესიის სიჩქარეს 48 საათიდან 30 საათამდე ზრდის. განთიადისას ინდოეთის საზღვაო ფლოტისა და სანაპირო დაცვის გემები შემთხვევის ადგილზე ჩადიან. ამ დროისთვის გადარჩენილთა უმეტესობა დაახლოებით 326 ადამიანი უსაფრთხოდ არის აღმოჩენილი და სამაშველოდ მისული ოფშორული მომარაგების ხომალდებით აყვანილია. ინდოეთის საზღვაო ფლოტმა და სანაპირო დაცვამ დამატებით 12 გადარჩენილი გადაარჩინეს. 15 საათიანი პერიოდის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე მყოფი 384 ადამიანიდან 362 გადაარჩინეს. 11 ადამიანი გარდაცვლილად გამოცხადდა, ხოლო 11 ზღვაში დაკარგულად ითვლება. სამაშველო ოპერაციებზე ძლიერ გავლენას ახდენს ამინდის პირობები. მუსონური წვიმების გამო რეგიონში ყველა ვერტმფრენი რამდენიმე დღით იძულებით დარჩა მიწაზე. სორუქშას ჩაძირვის რისკი ყოველ საათთან ერთად იზრდება. ამიტომ სამაშველო ჯგუფმა გადაწყვიტა შეწყვიტოს დეკომპრესიის ოპერაცია დარჩენილი 12 საათით ადრე. 29 ივლისს 04:00 საათზე ისინი კამერის ცნევას ზღვის დონემდე ამცირებენ 30 წუთზე ნაკლებ დროში და მღვინთავებს, რაც შეიძლება სწრაფად გადააქვთ პრაფას დეკომპრესიის კამერაში. ცნევა დაყენებულია 30 მეტრზე ნორმალური დეკომპრესიის პროცედურისთვის. ყველა მღვინთავი გადარჩა. პრაფა გადასცემს სორუქშას ბუქსირს, რომ მუმბაიში წაიყვანონ. 2 დღის შემდეგ, 1 აგვისტოს, მუმბაის სანაპიროდან დაახლოებით 12 საზღვაო მილის დაშორებით ბუქსირის თოკი წყდება და სორუქშა ძლიერ ქარებსა და მოქცევებს მიხავს ჩრდილოეთისკენ. დიდი ტალღა ეჯახება სორუქშას, რის შედეგადაც გემი გადაბრუნდება და 30 მეტრ სიღრმეში ჩაიძირება. ხანძარმა 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 11 ცხედარი ამოიღეს, ხოლო 11 ზღვაში დაიკარგა, მათ შორის სორუქშადან. ინციდენტის შედეგად მიყენებული ზიანი დაახლოებით $370 მილიონ შეფასდა, რაც მოიცავდა Mumbai High North-ის წარმოების და ვერტმფრენის დაკარგვას, ასევე სორუქშას და სხვა ობიექტების, როგორიცაა Noble Charlie Easteri, თვითამწევი საბურგი პორტ-პლატფორმა დაზიანებას. Mumbai High North-ის კატასტროფის შედეგად ნავთობის დაღვრა 16 კილომეტრამდე გავრცელდა. წარმოების 85% მხოლოდ 5 კვირაში აღდგა. Riser-ის ხაზები Mumbai High South-ის ობიექტებზე გადაამისამართეს. 2006 წელს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კორპორაციამ $280 მილიონ დახარჯა პლატფორმისა და მისი გაგრძელებების აღსადგენად Mumbai High North-ის საბადოზე. არც ინდოეთის ხელისუფლებას და არც ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კორპორაციას არასოდეს გამოუქვეყნებიათ ოფიციალური საგამოძიებო ანგარიში. Mumbai High North-ის პლატფორმაზე ხანძრის დროს ინდეც არ ჰყავდა საზღვაო ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი ორგანო. არ არსებობდა არანაირი სტანდარტი ან რეგულაცია გარდა იმებისა, რასაც ადგენდა ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კორპორაცია, პლატფორმის ოპერატორი. ამ ინციდენტის შედეგად 2008 წელს ინდეთმა შექმნა მარეგულირებელი ორგანო, რომელიც აკონტროლებს და არეგულირებს საზღვაო ნავთობისა და გაზის საქმიანობას.